თქვენს წინაშეა სრულიად ახალი Xiaomi U7 ელექტრო SUV, რომელიც მზად არის კონკურენცია გაუწიოს ინდუსტრიის ყველაზე დიდ მოთამაშეებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით Xiaomi-ის ოფიციალურ შოურუმში, სადაც დეტალურად გავეცნობით ყველაფერს დიზაინიდან და კონფიგურაციებიდან რეალურ საგზაო ტესტამდე. მოკლედ მეგობრებო, რო დავიწყოთ ვიზუალური მხარით, ზოგადად ეს მანქანა გავს ძალიან როგორც Aston Martin-ს უკნიდან, ასევე გავს Ferraris Jeeps, რომელიც რომლის ღირებულებაც არის დაახლოებით $900,000 ოღონდ. კონკრეტულად ეს მოდელი U7-ის ფასები არის დაახლოებით $35,000-დან იწყება და $50,000-მდე ადის, გააჩნია კომპლექტაციას, როგორი კომპლექტაცია გინდა, რა ოფციები გინდა რომ გქონდეს დამატებული და ასე შემდეგ. კონკრეტულად ეს მოდელი რაც ჩვენ ახალ ყავს, აქ არის Max მოდელი, ანუ ყველაზე მეტი ფუნქციონალი, რომელ Xiaomi U7-ის მოდულსაც აქვს, ეს ყავს ჩვენ. და განვიხილავთ ზედაპირულად რა ფუნქციები აქვს, რა შეუძლია, რამდენ ხანში იტენება, რეინჯი რამდენი აქვს, რიჯობია სხვა ელექტრომობილებს და ასე შემდეგ. პირველი ფაქტი რაც არის, რომ ზოგადად Xiaomi SU7 Ultra რომ გამოუშვა, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ელექტრომობილს და თითქმის ყველა ელექტრომობილს გაასწრო. თითქმის ყველას არა, როგორც ვიცი, ყველა ელექტრომობილს გაასწრო. არა მარტო ელექტრომობილებს, გადაკეთებულ Lamborghini-ებს, GT-R-ებს და რაღაცა სპორტკარებს, Bugatti-საც გაასწრო. რა ვიცი, ელექტრომობილია Xiaomi-ის ჩვეულებრივი. და ძალიან დიდ ცხენზე და ძალიან დიდი პოტენციალით მოკლედ. და კონკრეტულად ეს მოდელი გამოუშვეს უკვე SU7-ის შემდეგ და არის GP SUV. აქვს ამ კონკრეტულ მოდელს 21-იანი დისკები, აქ გვაქვს Brembo-ს სუპორტი და ასევე გვაქვს დახვრეტილი აპორნი, რომელიც უზრუნველყოფს გაგრილებულ გაჩერებას. სხვადასხვანაირი დიზაინის დისკები არსებობს ზოგადად ამ მოდელებზე. Base მოდელებზე სხვა დისკები, მაგრამ კომპლექტაციის შესვლა შეიძლება როგორც ყოველთვის ყველა მანქანაზე. შეგვიძლია როგორც 20-იანი დისკები დავაყენოთ, ისე 21-იანები ან 19-იანები, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ დიზაინში არის სხვაობა. ეს კონკრეტული დისკები ლამაზია სხვათა შორის სხვა დისკებთან შედარებით, იმიტომ რომ უფრო ელეგანტურია. კარები იღება შიგნით უნდა შეყო ხელი, ცოტა ღრმად, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ მაინც შიგნით უნდა შეყო ხელი და გამოდის კარები ჩვეულებრივად. ამ კონკრეტულ მოდელს აქვს მწვანე თეთრში კომბინირებული სალონი, რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი ლამაზი სალონია, რაც ამ მოდელებს აქვს. როგორც თითქმის ყველა ელექტრომობილში აქვს NFC გასაღები, ბარათით იღება და ასევე ბარათით იქოქება, ირთვება ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ელექტრომობილია როგორც გითხარით. უკანა მხარეს რაც შეეხება, შიგნით ელექტრო გასაღები აქვს, ღილაკით იღება. და აქვს 3 ღილაკი. ერთი არის აწევა, ამოწევა, სიდენის უკან გადაწევა, გადმოწევა და გაღება. ეს ღილაკი თუ არ მუშაობს, ასევე გვაქვს emergency გაღება და მაგით იღება. გვერდიდან მეგობრებო, ძალიან გავს Ferraris, ძალიან. და ასევე Aston Martin-ის Jeeps. Ferraris უფრო ვამგონებ მე პირადად. ძალიან დახვეწილი მანქანაა, როგორც გვერდიდან, ასევე უკნიდან და ახლა უკვე უკანა მხარეს რო გადმოვალ უკანა მხარე უფრო გავს Aston Martin-ის Jeeps და ფორმები უგავს Ferraris. ელექტროსაბარგული, რომელიც არის საკმაოდ დიდი და ტევადი, ანუ საოჯახო მანქანა თუ გინდათ მაგალითად გამოგადგებათ ძალიან ჩვეულებრივად. აქ გვაქვს სათავსო და ელექტრო გადასვლა-გადმოსვლა. გადადის, გადმოდის ელექტრონულად. საორთლები. წინ დამრჩა კიდე რომ გაჩვენოთ ელექტრო გაღება აქვს. კაპოტის, ასე რომ ვთქვათ. ღილაკით იღება და ასევე აქვს ფუნქცია, რომ დაუძახებ თავისი თაღებს. ასევე ხელით არ კეტავ, როგორც ჩვეულებრივ ღილაკს აჭერ და თავისით იხურება ავტომატურად. ან ყველაფერი არის ამ მანქანაში თითქმის ავტომატური რა. ასევე გვაქვს წინ დისპლეი, რომელიც არის მთლიან სიგრძეზე, ალკანტარა ჭერი, ყავის კომბინირებული სალონი
ძალიან რბილი სავარძლები და Xiaomi-ის აუდიო სისტემა. აქ გვაქვს ავტომატური კარის გაღება, ასევე კონტროლი, მინების აწევა, დაწევა და კიდევ რა, ფუნქციების შესვლა აქედან შეიძლება, სიჩქარეების შესვლა გვერდიდან. Wireless charger-ი გვაქვს მეგობრებო, ორი. ერთი თქვენი მობილურისთვის, ერთი მეორე მობილურისთვის, ასევე გვაქვს ორი cup holder-ი და სათავსო. აქ მეტი არაფერი. ქვემოთ კიდევ პატარა სათავსოა, ორი USB-C დამტენი და ასევე შეიძლება დამაგრდეს ყველაზე საინტერესო რაც არის და ყველაზე მაგარი რაც ამ მანქანებს აქვთ ჩინურებს და ზოგადად Xiaomi-s რაღაცა ისეთ ფუნქციებს ამატებენ მანქანებს, რაც სხვა მანქანას არ აქვს. ან არ ქონია, მაგიტო არის განსაკუთრებული, მაგიტო უნდათ შემდგომ უკვე ხალხს რო შეიძინონ, მაგიტო ამყარებენ რეკორდს. აი აქ და ესეთი რამდენიმე ადგილი აქვს მანქანას. კონკრეტულად ამ ადგილას ეს ბოლტი, რაც უკეთია, ეშვება. ამ ბოლტის მაგივრად შეგიძლია wireless charger-ი დააყენო, სხვადასხვა დევაისები უყეთდება, რაც უფრო კომფორტულს ხდის მანქანის გზავრობას. ასევე აქვს ეკრანის უკან. აქ მაგრდება სასალფეტკი. ანუ იმდენად კომფორტულია აქედან რომ უყურებ საერთოდ არ ჩანს, ხელს რო ჩაყობ, ანუ салფეტკი ჩვეულებრივად შეიძლება რომ ამოიღო. რაც შეეხება უკვე სისტემას შიგნით, Android სისტემას. ხედავთ მანქანის ფერს, შიგნით შეგვიძლია რომ გავაღოთ კაპოტი ავტომატურად, ასევე საბარგული, ასევე დამტენი, ყველაფერი ავტომატურად არის, რა თქმა უნდა, და ასევე აქედან შეგვიძლია რომ დავხუროთ ავტომატურად როგორც საბარგული, ასევე კაპოტი, ჩვეულებრივად, ასევე დამტენი. რაც შეეხება აი სიმაღლეზე რომ ამბობდი მეგობრებო, აქედან უკვე ეცვლება სიმაღლეები. ეს არის კონფიგურაციის მიხედვით, ამ კონკრეტულ მოდელს ეს კონფიგურაცია აქვს, რადგან არის Max მოდელი. აქ უკვე არის ინტერიერის გათბობა, სავარძლების გაგრილება, გათბობა, საჭის გათბობა, გაგრილება და აქ უკვე როგორც Android Play, ასევე CarPlay შეგიძლიათ ჩართოთ, ასევე სხვა აპლიკაციები. ზემოთ რა თქმა უნდა არის პანორამა ჭერი, რომელიც ძალიან საინტერესო ფუნქციას ატარებს თან. ბევრი ელექტრომობილს, რასაც აქვს მთლიანი შუშის ჭერი, მინის ჭერი. ზოგჯერ იმდენად ცხელდება ზაფხულის პერიოდში, რომ ჩამოდის, გვაწუხებს თავზე. ამ კონკრეტულს ისეთი მინისგან არის დამზადებული, რომ ეგ რა თქმა უნდა კომპლექტაციაში მოყვება. ისეთი მინისგან არის დამზადებული, რომ შეგვიძლია სიმუქე შევუცვალოთ და სრულიად გავაშავოთ. ანუ შეგვიძლია სრულიად გავაშავოთ და საერთოდ არ შემოამზადოთ. ასევე აქეთ მხარეს აქვს ეს ფუნქცია, რომელსაც რო დააჭერ, ამოდის ქვემოდან და შეგიძლია ძალიან სწრაფად და მარტივად დაისვენო, ან დაიძინო, არ აქვს მნიშვნელობა და მე ისე უკან დაუბრუნდე შენს პოზიციას, როცა დააწვევი ამ ღილაკს. ანუ ძალიან მაგარია. უკვე უკან ამხარეს. იმდენად თავისუფლად გრძნობ თავს, ანუ ჩემსა და ჭერს შორის იმდენად დიდი ადგილია, რომ რავი, ეხლა მე ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 1.80-90 ადამიანისთვისაც ძალიან კომფორტული იქნება, აქაურობა დარწმუნებული ვარ, ანუ ჩვეულებრივად დაეტევა. აქედან, როგორც გითხარით, ელექტრონულად გადადის უკანა სავარძელი და გადმოდის, ამით უკვე მინები კონტროლდება და აქედან კარები იღება. აქ ამ კონკრეტულ მოდელს არ აქვს მონიტორი, გადავალ იმ მოდელს აქვს, იქ დაყენია. იმ მოდელზე გაჩვენებთ უკვე მონიტორი აქვს თუ არა. აქ სხვადასხვა რაღაცეების დაყენება შეგიძლიათ, ჩამოსაკიდი, მონიტორი, ასე შემდეგ. მონიტორი, Xiaomi-ის მონიტორი ავტომატურად უკავშირდება დისპლეის და შეგიძლიათ აქედან რაღაცები დააშიეროთ და ასე შემდეგ. და აქ გვაქვს პატარა ესეთი პლანშეტი, რომლის გადმოღებაც შეგვიძლია და აქედან კონტროლი. ძალიან მაგარია. აქედან კონტროლი შეგვიძლია ჩვეულებრივად. ჩვეულებრივი ტელეფონია, ასე რომ ვთქვათ. მუსიკების ჩართვა, გამორთვა, კლიმატ კონტროლი, სავარძლების კონტროლი, მაპი. ძალიან მაგარია. აი ეს ყველას არ აქვს. დარწმუნებული ვარ. ორი USB-C პორტი და მაცივარი. ძალიან კარგად გავს. ასევე აქვს სათავსო, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი რამე, რაც გსურთ. და აქედანაც გადმოდის ორი cup holder-ი. Is it wireless here? ეს დავაბრუნოთ თავის ადგილას ეს სათავსო და ახლა უკვე მეტი აღარც არაფერი დარჩა მედიაში მეგობრებო სანახავი. ტესტ დრაივის დროს მე უფრო დეტალურად გაჩვენებთ.
როგორ ცნობს ზოლებს, მანქანები რო უახლოვდება, ადამიანები რო უახლოვდება და ასე შემდეგ. ასევე ერთი კიდევ რაც უნდა დავამატო, არის ის, რომ ეს კონკრეტული მოდელი არის ყვითელ სუპორტებზე და ეს არის წითელ სუპორტებზე. ანუ როგორც ყვითელი სუპორტებით გამოდის ეს მანქანა, ასევე გამოდის წითელი სუპორტებით. გარანტია აქვს 5 წელი ან 100,000 კილომეტრი. მაგრამ ანუ რესურსი ისეთი აქვს და უკვე რო ტესტავენ ეს ჩინელების დაიწყეს სიარული ამ მანქანებით, საერთოდ არანაირი პრობლემა არ ექნება. ასევე არის სხვადასხვა ფერები. აი ამ დისკებზე ვამბობდი რომ არ მომწონს, ის დისკები ლამაზია. ეს არის კონკრეტულად გადადის რაღაცნაირი ვარდისფერია, ლამაზი ფერია სხვათა შორის არ არის ეს ცუდი ფერი, მაგრამ მე ტიტანიუმის ფერი უფრო მომწონს. ეს კონკრეტული არის ვარდისფერი და აქეთ უკვე აყენია ეს შუშვიდები. ესენი სედანებია. აქ დგას ვარდისფერი, ის არის ტიტანიუმი, იქით ამხარეს უკვე არის ლურჯი. ლურჯი ეს ღია ლურჯია და მეორე არის dark blue, რომელიც არის ძალიან ლამაზი ფერი. აი ის ფერი არის სასწაული. ეს ხო კარგია ეს ტიტანიუმი, მაგრამ dark blue რომელიც არის ძალიან მაგარი ფერია. რატომღაც Xiaomi-მ გადაწყვიტა რომ შავი არ უნდა გამოეშვა ეს მანქანა, რატო არ ვიცი. არა და შავი ძალიან მოუხდებოდა, მე ეგრე ვფიქრობ, ძალიან ელეგანტურს გახდიდა და ნებისმიერ წერტილს გაუსვავდა ხარს. მაგრამ ისეთი ფერები არის გამოშვებული, რომლის მოლაც მარტივია, ასე რომ ვთქვათ, გარესხვა და ასე შემდეგ. მაგრამ რო შეიძენ მანქანა თუ გიყვარს, შავი მაინც ფავორიტია ერთ-ერთი. ამ მანქანის კიდოს თუ დააპირებთ, უკვე იცით ვის უნდა მიმართოთ, სად იქნებით სანდოდ და კომფორტულად. აგარ ჩამოვიდეთ ნებისმიერ მოდელს, ნებისმიერ კომპლექტაციას, ჩამოგიყვანთ ადგილზე საქართველოში და გეყოლებათ პირველს, ან ერთ-ერთი პირველი იქნებით, რომელიც ამ მანქანას გამართავს. იმიტომ რომ საქართველოში ჯერ არ არის ეს მანქანა, არ დადის. ეს U7 დადის, დანახი ყავს. ეს კონკრეტული მოდელები არის სედანები უკვე. ეს არის SU7, SU7 ეძახიან ჩინელები და ესეც SU7 არის საინტერესო ფერი. ესეც ლამაზი ფერია სხვათა შორის. იქით უკვე ხდება ღია მწვანე და სტაფილოსფერი ფერები, რაც ბევრს მოეწონება, იმიტომ რომ ისეთი ფერია, რომ თვალში ხვდება, ანუ წარმოუდგენელია ესეთმა ფერმა გვერდზე ჩაგიაროს და თვალი ვერ გააყოლო, იმიტომ რომ ძალიან ჭყეტელა და ძალიან თვალში მომხვედრი ფერია, როგორც ეს, ასევე ეს, მაგრამ ეს სტაფილოსფერი. სტაფილოსფერი უფრო მაგონებს, ახალი iPhone-ი რო გამოვიდა. 17-ის ფერი რო, 17 Pro და Pro Max-ი რა ფერიც არის, ის სტაფილოსფერია დაახლოებით. და რაზეც მქონდა საუბარი დამატებებზე. აი ამ კონკრეტულ მოდელს აქვს ეს დამატებები. ამას აქვს ახლა შინდისფერი, თეთრიც არ არის, სერში, კომბინირებული ინტერიერი და ჩინელები აშკარად ძალიან პატარები არიან, იმიტომ რომ ყველა გასასწორებელია. აქ უკვე არის დამატებული ეს wireless charger-ი, რითაც შეგიძლია დატენო. აქ თუ მაგალითად კლიმატ კონტროლის თითებით წვალება არ გიყვართ, შეგიძლიათ ეკრანზე არ აწვალოთ და აქედან ჩართოთ ჩვეულებრივად. ასევე ეს დამატებაც აქვს და აქ დროს აჩვენებს და უკან აქვს ხოლმე სასალფეტკი. აი ამას უყენია კონკრეტულს ეს სასალფეტკი. ასევე წინ შეგიძლიათ კაპიბარა ჩააყენოთ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფუნქცია არის ის, რომ წინა დისპლეიზე კაპიბარას რო აყენებთ, რომ მოუხევთ ის კაპიბარა ვარდება იქით საითაც მოუხევთ. და ასევე სხვადასხვა ცხოველები ყენენ. ანუ რაღაცა სასაცილო რაღაცეები აქვს ისეთი, რაც სხვა მანქანას არ აქვს და ძალიან მიმზიდვებს ხდის ამ კონკრეტულ მანქანას ეს თვისებები და ეს მოდიფიკაციები. ამ კონკრეტულს ასევე აქვს ეს პლანშეტიც, რაზეც ქონდა საუბარი. და აქედან ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ Xiaomi-ის თვითონ თავარ ეკრანზე სხვადასხვა რაღაცეები, გამოსახულება ან ასე შემდეგ და აქედან აკონტროლოთ. ასევე ამ მანქანას თუ აქვს გაჩვენებთ, თუ არ აქვს სხვა შექმნება, ერთ-ერთი საინტერესო ფუნქცია აქვს, პატარა ღილაკივით არის და იმ ღილაკზე შეგიძლიათ უკვე დააყენოთ ნებისმიერი ფუნქცია. ესე იგი გადმოვინაცვლოთ უკვე ინტერიერში, მეგობრებო. ძალიან დახვეწილი ინტერიერი აქვს და უკვე ვარ ტესტ დრაივზე, რადგან დავატესტ დრაივოთ ეს მანქანა. პირველი რაც უნდა გითხრათ არის ეს გასაღები, რასაც ხსნიდი. ძალიან ჩვეულებრივი ბარათია, დააგდებ და შეგიძლიათ დრაივში ჩავაგდო, წახვიდე. აქ გვაქვს ორი wireless charger-ი და ეს ის დამატებებია, რაზეც ვსაუბრობდი. და საინტერესო რაც აქვს ამ მანქანას არის მულტიმედია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მულტიმედია აქვს ელექტრომობილებში. არის ინტეგრირებული AI, რასაც ეუბნები, თუნდაც ფანჯრების დაწევაზეა, სათავსოს გაღებაზეა, სავარდლის გასწორებაზე თუ რაზე, მნიშვნელობა არ აქვს. აკეთებს მაგას, თუნდაც მასაჟს ჩაართვევინებ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ამის აკეთებს, ისეთი დახვეწილია. ასევე საერთოდ სიზუსტი დაჩვენებს, სრული სიზუსტით ახლოს რა მანქანებია. სატვირთო მანქანებია თუ არა
თვითონ შუქნიშანზე რა ფერი არის და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს აჩვენებს სრული სიზუსტით. და ეგ არის ძალიან მაგარი. ასევე წინ გვაქვს კაპიბარა, რის შესვლაც შეგვიძლია პარამეტრებიდან. შეგვიძლია ეს ხოველი დავაყენოთ, შეგვიძლია კაპიბარა დავაყენოთ. და რა ვიცი, ამის ცვლილების შემდეგ ეს კაპიბარა მე რომ მოუხვევთ, იცვლის ხოლმე ფორმებს. ხან იქით მიიწევა, ხან აქეთ მოიწევა. თვითონ სავარძლები ძალიან კომფორტულია, სავარძლებში ძალიან კომფორტულად ვარ, თვითონ მანქანაც იმდენად კომფორტულია, მეგობრებო, რომ აი საერთოდ ვერ გძნობ, ასე რომ ვთქვა, აი ძალიან კომფორტულია რა. რომ დადიხარ, ძალიან კომფორტულად დადის, ძალიან. მასაჟი, ძალიან ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს კიდე ერთი, შეგვიძლია AI-ით ჩავრთოთ, ან თუნდაც მულტიმედიით ხელით ჩავრთოთ, მეპი და ყველაფერი. აქედან ხელით შეგვიძლია ვაკონტროლოთ, გავადიდოთ, მულტიმედია ვნახოთ. აქ აქვს ასევე კამერა. ვითი შეგვიძლია გადაღება წინა მანქანებს, აჩვენებს ჩვეულებრივად. შენახო ფოტოებს, ან რავი, ძალიან ბევრი რაღაც აქვს, Apple CarPlay, Android Play. ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია მანქანის მართვის დროს. და ძალიან გავს Xiaomi-ის ზოგადად Android სისტემას, იმიტომ რომ თვითონ Xiaomi არის მანქანა. და Xiaomi-ის ტელეფონებზე იდეალურად მუშაობს. აქ გვაქვს ორი cup holder-ი, როგორც თქვი, და ზემოთ ქონდა საუბარი, ეხა უკვე გამჭვირვალედ არის დაყენებული. ეს შავდება, როცა ვეტყვით. შავა აიტონშვე. 副驾请讲。შავა აიტონშვე ქვია AI-ის თვითონ, რასაც ვეძახით. მე უნდა უთხრათ, ნებისმიერი რაღაც დავალება უნდა მივცეთ, რაში გაკეთებაც უნდა. 我没太懂你的意思，可以解释的更清楚一些。 აი, ეხა ჩემი ქართული გაიგოს სხვა რაღაც. 车外灯的情况。 შავა აიტონშვე. 之类的。哎。 აკაი, ჩანხუ. 开了。 და ასე მარტივად ვაღებინებთ პანჯარას. მე დავუძახით ისე. შავა აიტონშვე. შავა აიტონშვე. 有在。 კვამპი ჩანხუ. 关闭了。 და ჩვენ მხარეს ხურავს. თან იმდენად ჭკვიანია, რომ იგებს, ანუ ჩვენ მხარეს ვეუბნებით, უკან ვინმე ეძახის, თუ თვითონ ძოლი ეძახის, ანუ ძალიან საინტერესო და ჭკვიანი. ასევე შეგვიძლია რომ გავაღებინოთ ეს სათავსო ავტომატურად მაგალითად. შავა აიტონშვე. 在呢。 打开手套是。 好像超出我的能力范，手套相开了。 გაგვიღო. ჩვენ დავკეტავთ. ასევე შეგვიძლია გავასწორებინოთ თვითონ სავარძლები. და ამ შემდეგ. ძალიან ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს, ძალიან კარგად ჩქარდება სხვათა შორის და ძალიან კომფორტულად დადის. ეხლა მე ვეტყვი რომ უფრო ჩინურად უთხრან და დავუძახო და აი ეს რო გააშავებინონ მაგას ვეტყვი. 其他同学， 主驾请讲。 全景帘幕调到最暗。 好，调到遮光了，等一会儿透光度就会变化。 დაახლოებით აი უკვე გაშავება დაიწყო. დაახლოებით 2 წუთი სჭირდება რომ გაშავდეს ბოლომდე და საერთოდ მზის ხვივი აღარ ჩამოვიდეს, არ შეგვაწუხოს. შეგვიძლია ასევე გამჭვირვალე თუ არა, რომ ეგ უკვე დამოკიდებულია ადამიანებზე. ვის როგორ მოწონს. 360 გრადუსი ისე ეხმარება ადამიანს მართვაში, რომ თითქმის შენ გარეშეც ატარებს მანქანა, ანუ შენ უბრალოდ რაღაცა ელემენტარული უნდა იცოდე, როგორ უნდა დაძრა და ასე შემდეგ, რომ გაიმარტივო შენ ცხოვრება და მანქანასაც გაუმარტივო ცხოვრება. ეს AI საერთოდ ძალიან საინტერესოა. აქედან როგორც გითხარით, ავტომატურად მულტიმედია და კლიმატ კონტროლი იმართება ღილაკებით, ესენი უკვე დამატებითი ფუნქციებია და უკან ასევე აქვს ამას ეს ასალფეტკე. აქ ასევე გვაქვს სარკე, სადაც შეგვიძლია სინათლე სენსორით ვაკონტროლოთ, ასევე სინათლის ფერები. რაც ასევე საინტერესოა. ჭერი არის ალკანტარა. ძალიან მაგარი ალკანტარა. შეგვიძლია ახლა აუდიო სისტემაც გავტესტოთ სხვათა შორის. ეს ხმაზე რეაგირებს. ეს ორი მოწყობილობა. აუდიო სისტემაც Xiaomi-ის ძალიან კარგი აუდიო სისტემა აქვს. აქ არის ასევე სუნის გამშვები. რაზეც ქონა საუბარი. ეს უკვე სუნს უშვებს კარგს. მაგრამ ეს არის დამატებული. AI ძალიან მომეწონა სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩინურს გასწავლით ეს AI. რა თქმა უნდა, საქართველოს ჩამოყვანილ მანქანებს ექნება ინგლისური მულტიმედია, მაგრამ AI ექნება ჩინური. საერთო ჯამში Xiaomi U7 სერიოზული კონკურენტია ელექტრო SUV-ის სეგმენტში. თუ მსგავსი ავტომობილების შეძენით ხართ დაინტერესებული, დეტალებისთვის დამიკავშირეთ. ასევე არ დაგავიწყდეთ YouTube არხისა და სოციალური ქსელების გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ სიახლეები. მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.